ჩვენ დღევანდელი ბრიფინგის თემა არის 23 აპრილს დაგეგმილი აქცია საგარეო საქმეთა სამინისტროს წინ. ჩვენი მთავარი მოთხოვნა იქნება, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გადახედოს საგარეო კურსს, ჩატარდეს ახალი რეფერენდუმი, ვინაიდან ქვეყანაში ძალიან ბევრი ადამიანი ხარს უჭერს საქართველოს ნეიტრალიტეტს. ასევე ჩვენი მოთხოვნა იქნება რუსეთთან აღდგეს დიპლომატიური ურთიერთობები, მოხდეს ნორმალიზება, პირდაპირი დიალოგი, საქართველოს პრემიერისა და რუსეთის პრეზიდენტის შეხვედრა, ასევე ერთ-ერთი მოთხოვნა იქნება ძალიან ხშირად ფუთავდნენ ჩვენს 23 აპრილის აქციას, რომელსაც ამოდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ერთად ატარებს პრორუსულ აქციად. ეს არ არის ნამდვილად პრორუსული აქცია. რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები აქვს ისეთ ქვეყნებს, თითქმის ყველა ქვეყანას, მაგრამ ისეთ ქვეყანასაც კი როგორც უკრაინა და რომელიც საომარ ვითარებაშია რუსეთთან. რუსეთთან ურთიერთობები, დიპლომატიური ურთიერთობები აქვს ასევე იაპონიას, რომელიც თვლის, რომ კურილის კუნძულები ანექსირებულია რუსეთის მიერ. და მსოფლიოში ძალიან ბევრი მაგალითია, როდესაც საომარი ვითარებების დროსაც კი დიპლომატიური ურთიერთობები არ წყდება მეზობელ ქვეყნებს შორის. პირველ რიგში ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ჩატარდეს რეფერენდუმი. ჩვენ თვლით, რომ 2008 წლის 5 იანვრის პლებისციტი იყო გაყალბებული და არ გამოხატავს ქართული ხალხის ნებას. ჩვენ თვლით, რომ ქართული ხალხის უმრავლესობას არ სურს ნატოში და ევროატლანტიკურ კავშირში გაწევრიანება და ასევე ევროკავშირში. მით უმეტეს იმისა, რომ არავინ არ იღებს საქართველოს არც ნატოში და არც ევროკავშირში და ეს დაადასტურა ძალიან ხშირად ნატოს წევრი ქვეყნის უმაღლესმა ხელისუფლების წარმომადგენლებმა, როგორც ეს იყო ბარაკ ობამა, ანგელა მერკელი, საფრანგეთის პრეზიდენტი და მრავალი კიდევ სხვა მაღალჩინოსანი. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვთვლით და ვფიქრობთ, რომ აუცილებელია, რომ ჩვენ გავიგოთ ქართული ხალხის ნება, რა სურს ქართულ ხალხს. ჩვენ ვფიქრობთ და ვთვლით, რომ ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის ყველაზე მისაღები ვარიანტი ეს არის ფინეთის მოდელი, ფინეთის ტიპის ნეიტრალიტეტი. ფინეთი არ არის გაწევრიანებული არც ერთ სამხედრო ბლოკში, ასევე არ არის გაწევრიანებული არც ევროკავშირში, არც ევრაზიულ კავშირში, მაგრამ მიუხედავად ამისა არის ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ქვეყანა დღესდღეობით მსოფლიოში, რომელსაც ძალიან კარგი ურთიერთობები აქვს დასავლეთთანაც და ასევე შესანიშნავი და ბრწყინვალე ურთიერთობები აქვს რუსეთთანაც. აქვე მინდა დავამატო და აღვნიშნო, რომ ეს აქცია კიდევ ერთხელ არანაირად არ არის პრორუსული. ჩვენი თვალსაზრისით უნდა აღდგეს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან და უნდა მოხდეს მშვიდობიანი გზებით, აუცილებლად კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, აფხაზეთის და სამაჩაბლოს ტერიტორიების მშვიდობიანი დეოკუპაცია. სხვა გზა უბრალოდ საქართველოს არ გააჩნია. ვინაიდან ჩვენ ხედავთ, რომ ძალისმიერი ენით, იარაღით, ან რაიმე სხვა სანქციებით არამც თუ საქართველო 10-ჯერ უფრო დიდი ქვეყანა უკრაინა სავალალო მდგომარეობაშია ჩავარდნილი, როგორც ეკონომიკურად, ასევე სამხედრო თვალსაზრისით, ყოველდღიურად ფინანსურ და არამარტო ფინანსურ სამხედრო პრობლემებს აწყდება უკრაინა დონბასში და ნოვოროსიაში დაკარგა ტერიტორია, მათ შორის ყირიმი. ეს არის ყველაფერი მაგალითი უნდა იყოს ჩვენი, რომ 10-ჯერ და შეიძლება უფრო მეტჯერ კიდევ უფრო ძლიერმა უკრაინამ ვერაფერი ვერ ქნა რუსეთის წინააღმდეგ და ის ქვეყნებმა, რომლებმაც შეძლეს მასთან მოლაპარაკებები, ეწარმოებდნენ, როგორც ეს არის ბელარუსი, ყაზახეთი. ჩვენ ვხედავთ, რომ როგორ ვითარდებიან ეს ქვეყნები და რიგ შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ რუსეთზე უკეთესათაც და რუსეთის მოქალაქეებზე უკეთესათაც კი ცხოვრობენ, არც ტერიტორიები დაუკარგავთ, არც ფინანსური კრიზისი არ შეხებიათ, პირიქით ნებისმიერი ფინანსური კრიზისის შემდეგ, აი მაგალითად იგივე ბელორუსის მაგალითი შეგვიძლია ავიღოთ, წინ და წინ მიდის, ვითარდება და მიუხედავად მისი ბელორუსის პრეზიდენტის ხშირად ხისტი პოზიციისა დასავლეთის ლიდერების მიმართ, ჩვენ ხედავთ, რომ როგორ ხშირად მასთან ჩამოდიან დასავლეთის
ქვეყნის წამყვანი ქვეყნის პრეზიდენტები და ხშირ შემთხვევაში მას თხოვენ შუამავლობას რუსეთსა და დასავლეთ შორის. აქედან გამომდინარე ჩვენი თვალსაზრისით აუცილებელია კიდევ ერთხელ რომ საქართველოს გადახედოს კურსს, ჩატარდეს რეფერენდუმი, საქართველოს დაიჭიროს ნეიტრალური პოზიცია და გახდეს ნეიტრალური ქვეყანა, რაზეც ჯერ კიდევ საუბრობდა ილია ჭავჭავაძე, გაბრიელ ქიქოძე და ასევე აღადგინოს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან. ალბათ აი ეს ხო რაც დიახ. აი რა ის კვლევები მე ზუსტად მინდა ჯერ პირველ რიგში მინდა აი რა იზე გაგცეთ პასუხი. ეს ორგანიზაცია, რომელსაც უკვე არამხოლოდ ასე იგი საქართველოში მსოფლიოში თითქმის უკვე აღარავინ აღარ ენდობა, მაგრამ საქართველოში საერთოდ ამ ორგანიზაციამ ნდობა თავიდან ბოლომდე დაკარგა. და არა მარტო მე ვსაუბრობ ამაზე საუბრობს დეპუტატები, ხელისუფლების წარმომადგენლები, არასამთავრობო სექტორის 90% თუ არ ჩავთვლით ახლა ლომჯარიას, იმას კიდევ რამოდენიმე 4-5 ორგანიზაციას, რომელიც ერთი ქოლგის ქვეშ არიან ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაფინანსებულ ორგანიზაციებს ზემაქვს საუბარი. ამიტომ აი რა ის კვლევებზე ჩვენ სერიოზულად ვერ შევხედავთ ამ კვლევებს. და აქედან გამომდინარე აუცილებელია ჩატარდეს რეფერენდუმი და მოსახლეობამ დააფიქსიროს თავის მოსაზრება. როგორ შეიძლება 2008 წლის 5 იანვრის რეფერენდუმი ჩვენ პლებისციტი უпроსტობად რეფერენდუმი არ იყო ჩავთვალოთ ლეგიტიმურად, მაშინ როდესაც ხალხს არბევდნენ, ხალხს კლავდნენ, ბიზნესს ართმევდნენ, აუპატიურებდნენ, რა ხდებოდა საერთოდ ადმინისტრაციული რესურსის 100%-იანი გამოყენება იყო. ხალხს შემოხაზვის ეშინოდა და ხმის მიცემის ეშინოდა, დაშინებული იყო საზოგადოება. მე რეგიონებში დავდივარ და პირდაპირ მეუბნება ხალხი, რომ ჩვენ გვეშინოდაო, ჩვენ გვითხრესო, რომ კამერებით გიყურებთო და თუ რაიმე სხვას შემოხაზავთ, გარდა მიხეილ სააკაშვილისა და მათ შორის ნატოს საწინააღმდეგოდ, შეგექმნებათ პრობლემები. ამაზე ხალხი საუბრობს და ეს არ არის მათ ჩემი მოგონილი. შეგიძლიათ რეგიონებში გახვიდეთ. ამიტომ არის აუცილებელი რეფერენდუმის ჩატარება თავისუფალ გარემოში, რომ საზოგადოებამ დააფიქსიროს თავისი მოსაზრება. ეს იდეა, რაც შეეხება საქართველოს ნეიტრალიტეტს, კარგად მოგეხსენებათ, დაიწყო ამ იდეის გარშემო ხალხის გაერთიანება ეროვნული მოძრაობის წლებში. მაშინ წინ იდგა იდეა ილია ჭავჭავაძისა, ჩვენი თავი ჩვენადმე გვეყოდნოდეს. ამ იდეის გარშემო გაერთიანდა ქართველი ერი. ერთიანობა, რასაც ვქვი, ერთიანობა ამ წლებში დაფიქსირდა. ზოგი გამოდის იმ კუთხით, რომ ვთქვათ, გინდა თუ არა რუსეთი იყოსო, ზოგი გამოდის პროამერიკული კუთხით. პროქართულით ვერავინ ვერ გამოდის და რატომ ხალხო? 20 წელია ჩვენი მიდიას, რომელი იდეაც ჩვენმა პრეზიდენტმა მოგვაწოდა, კანონიერმა პრეზიდენტმა, იმ იდეის ერთგულები ვარ დღესაც და რა იდეა ცოტა გავრცობას გავაკეთებ დღევანდელ დღეს. საქართველო ყოველთვის გამოირჩეოდა უმაღლესის ნეობით, სულიერებით მსოფლიოს წინაშე. და ის იდეა, რის გამოც მივყვებოდით ბატონს ვიაც, იყო საქართველოს სულიერი მისია. კარგად მოგეხსენებათ, რა ქონდა განცობილი ამ წერილში ბატონს ვიაც, რომ მეორედ მოსული ჟამს იოანე ზოსიმეს აპოკრიფული თხზულება განმარტა, საქართველომ უნდა ამხილოს ცოდილი კაცობრიობა. თქვენ მოგეხსენებათ, რომ არსებობს სამყაროს განვითარებისთვის მხოლოდ და მხოლოდ ორი მხარე. ღმერთი და უხსენებელი, სიკეთე და ბოროტება. სხვა მხარე არ არსებობს და არც იარსებებს. თვითონ უფალი ბრძანებს. ან ცხელი იყავით, ან ცივიო. მაშასადამე უნდა გავაცნობიეროთ, რომ ადამიანი ცხოველისგან მხოლოდ აზროვნებით და ეროვნული თვითშეგნებით განირჩევა, მეტი არაფრით. რაც შეეხება იმ პოზიციას, რა პოზიცია უნდა აირჩიოს ქართველმა ერმა. ჩვენ არ შეგვიძლია ამაზე რაიმე კატეგორიული შეფასების მიცემა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყოველი სახელმწიფო ოჯახის ასახვა. ოჯახებს შორის ურთიერთობის სახე სახელმწიფოს შორის ურთიერთობის ასახვა. მეზობელო კარისაო, სინათლე ხარ თვალისაო.
ეს იმას არნიშნავს, რომ მეზობელი ყველაზე უკეთესია, თქვათ, შეიძლება გარედან გამოგიჩნდეს ისეთი მეგობარი, რომელიც მეზობელზე მეც სიკეთეს გაგიკეთებს. ჩვენი პოზიცია რა არის? ჩვენი პოზიცია ჯერ ჩვენ გავხდეთ უკეთესნი, მერე დაველოდოთ ღვთის ნებას პირველ რიგში. მეორე. ნათქვამია, რომ ამ ქვეყნიური ბრძოლა რო შევადაროთ პრიმიტიულად არის ლომების, ვეფხვების, გლების, ტურების, ციყების, ვირთხების და ასე შემდეგ. თუ ჩვენ კაცები ვართ, თუ ჩვენ ვაჟკაცები ვართ და პატრიოტები ვართ ქვეყნის, მაშინ ყველა ქვეყანაში განურჩევლად ეს რუსეთი იქნება, ამერიკა თუ ევროპა და თუ აზიური ქვეყნები, უნდა ვეძებოთ შეგნებულის ნეობრივი ხალხი. და იმ ხალხთან დავიჭიროთ ურთიერთობა. ჩვენ რატო შევიკრიბეთ აქ მეომრები? ყველაზე მეტი მადლი აქვს ხალხო მეომარს და რატო? ნათქვამია, ღმერთი ვარსკვლავებით იცავს ზეცაში წესრიგს და ხელისუფლება იმ ხალხით, ვისაც ხრებით ვარსკვლავები დააქვს. ჩვენ თუ სულიერებით არ მიუდექით დღევანდელობას, მაშინ გადავეშვებით მატერიალურში და არსებობს მატერიალისტებიც, რა თქმა უნდა, ეს ფორმაა და ჩვენ არ თვლით, ჩვენ უფრო სულიერად თვლით ჩვენ ხალხს, ვიდრე მატერიალურად. მეომარს უფრო გაცნობიერებული აქვს ქვეყნის სიკეთე, თუ საით წავიდეს ქვეყანა. რამე თუ იარაღის ხელში დაჭერა ეგრე ადვილი არ არის. ჩვენ ინიციატივას გავაჟღერეთ, რომ ყველა პატიოსანი მეომარი მიუხედავად პოზიციისა, უნდა ერთად დავდგეთ. გავაცნობიეროთ, რისთვის ვიბრძოდით, რა გვაქვს მიზნად და რა უნდა გავაკეთოთ. ჩემო კეთილო ხალხო, ეს იდეა ნეიტრალიტეტისა არის ღვთისგან დაშვებული. ბევრს უნდა რაღაც სხვა ფორმა მისცეს, რომ ეს რუსეთიდან მომდინარეა თუ სხვა მხრიდან მომდინარეა. ჩვენ არ გვაინტერესებს ეს. იმიტომ რომ ეს იდეა არის ეროვნული მოძრაობის იდეა. ეროვნული მოძრაობა, როდესაც ძლიერი იყო და ერთიანი იყო, მაშინ ერთმანეთს ყველა აფიქსირებდა, რომ უნდა ყოფილიყო ნეიტრალური სახელმწიფო შვეიცარიის თუ ფინეთის მსგავსი საქართველო. ჩემო ქართველებო, ვიკრიბებით ამის გამო 23-ში 2 საათზე მიტინგს კიდე სხვა ფორმა აქვს, პრესკონფერენციას და ბრიფინგს სხვა ფორმა აქვს და იქ გავაჟღერებთ ძირითადად ჩვენ მიზნებს, იქ იქნება მხილებული ყოველივე ის ბოროტება, რაც 92 წლიდან დაწყებული დღემდე გრძელდება საქართველოში, ის თამაში პოლიტიკური თუ სხვა, რომლითაც მოქალაქეთა კავშირმა რო იტყვიან ამაიმონა დღემდე ქართველი ერი, მოქალაქეთა კავშირი ჩვენ მიგვაჩნია განახლებულ კომპარტიად, ნაციონალური მოძრაობა მოქალაქეთა კავშირის კომკავშირად, განახლებულ კომკავშირად, დღესაც ამ სიტუაციას ჩვენ ნაციონალურ ოცნებას მოწოდებთ. ჩვენი აზრით უნდა დაიწყოს ეროვნული მოძრაობის ახალი ეტაპი, სადაც სიტყვა მიეცემა იმ ხალხს, რომელი ხალხი ცხოვრებამ ამ ხნის განმავლობაში გამოსცადა და რომელთაც თავიანთი საქმითა და სიტყვით დაამტკიცეს ერთგულება ქვეყნისადმი, ერთგულება ხალხისადმი და ღვთისადმი. ჩემო კეთილო ხალხო, ერთიანობა სულისა და აზრის ერთიანობას მოაქვს. ადამიანის სიმართლე გამორთის შემდეგ წარმოჩინდება. თუ არ გამოიცადა ადამიანი, ის თავის კაცობას ვერ დაამტკიცებს. რკინას ცეცხლი აფოლადებს ადამიანს განსაცდელი. ჩვენ იმ გაფოლადებულ მეომრებთან ერთად ვდგევართ, რომლებიც გამოიყენეს თუ საკუთარი ნებით ვერ გააცნობეს და შესწნენ, მაგრამ თავარი მიზანი, ის კეთილშობილი მიზანი, მხოლოდ და მხოლოდ კეთილშობილი მიზანი ამართლებს საშუალებას და არა ყოველგვარი. იმ თავისი ახალგაზრდული შემართებით იყო თუ პატრიოტული შემართებით, ზოგი დაიხოცა, ზოგი დაიჭრა, დაინვალიდდა და ფსიქოლოგიურად ცოტა ისეა, მაგრამ ერთი ვიცოდეთ, ბოლოს და ბოლოს ქართველებო ხომ უნდა გავერთიანდეთ. ღმერთმა თუ გინდათ რომ მოგხედონ, არც მარცხნივ, არც მარჯვნივ,
ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეყუდნოდეს. ჩვენი ქვეყნის პატრონი ჩვენ უნდა ვიყოთ. მოვრჩეთ მუდამ სხვის იმედად ყოფნას. ჯერ ჩვენ გავხდეთ უკეთესნი და მერე დავინახავთ რომ ყველაფერი კარგად იქნება ხალხო. რა გაგვიჭირდა ისეთი ქართველებს ამხელა მოაზროვნე ხალხს. მთელი მსოფლიო რო ქურუმებად გვთვლიდა ისტორიულად რომ დღეს ვერ ვიპოვოთ საერთო ენა თუნდაც მტერთან. მით უმეტეს რომ თქვენ კარგად მოგეხსენებათ რუსეთთან ურთიერთობას საქმეს გვიფუჭებს ის ხალხი ვითომ ქართველები რო ქვიათ და ჩვენ გენეტიკურ დივერსანტებს უწოდებთ. ვინც არ უნდა როგორ გაიგოს. არც რუსეთთან, არც ამერიკასთან, არც ევროპელთან ნამდვილი სულისა და გენის ქართველს პრობლემა არასდროს არ ქონია და არც ექნება. გელოდებით ჩემო კეთილო ხალხო 23 აპრილს იქ ბევრს გაიგებთ ისეთ სიახლეს ამ 20 წლის განმავლობაში რომ არ გაგვიჟღერებია. გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს. ჩვენთან არის ღმერთი. რამოდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ერთად მეც და ჩემი ორგანიზაციაც ექსპერტთა ჯგუფიც მხარს უჭერთ 23 აპრილს აქცია რომელიც ისახავს მართლაც საქართველოს გადარჩენას და მე როგორც სამხედრო სპეციალისტი და მე როგორც ის ერთ-ერთი საველე მეთაური რომელსაც გავიარე ეს წლები და რომელმაც ესე იგი ფაქტიურად მივიღე მონაწილეობა ყველა სამხედრო ოპერაციაში რომელიც სამხედრო ოპერაციის მიმდინარეობდა საქართველოში ფაქტიურად ვერანაირი შედეგი ვერ გვანახა იარაღის ჟღარუნმა პირიქით საქართველოს წაიყვანა უკან და საქართველოს მიიყვანა პირდაპირ უფსკურის გზაზე აქედან გამომდინარე ჩვენ თვლით სამხედროები და ვეტერანები რომ მართლაც ის ნაბიჯები რომელი ნაბიჯებიც უკვე გადაედგმება აუცილებელია ჩვენი ქვეყნის ნეიტრალიტეტის საკითხის დაყენება. ამიტომ 23 აპრილს 14 საათზე მოუწოდებ საქართველოს მოსახლეობას, მოუწოდებ ყველა სამხედრო მოსამსახურეს, მოუწოდებ ყველა ვეტერანს მონაწილეობა მიიღოს აქციაში და ერთხელა სამუდამოდ წერტილით დაესვეს მართლაც იმ უბედურ ქმედებებს და იმ უბედურ პოლიტიკას, რომელიც ამ წლების მანძილზე ხორციელდება საქართველოს ტერიტორიაზე. ყველას მოგიწოდეთ მობრძანდეთ აქციაზე, მივიღოთ მონაწილეობა და გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა იმ უბედურებისაგან, რომელი უბედურებას კიდევ ელოდება ჩვენს სახელმწიფოს და კიდევ რაღაც უამრავი პოლიტიკური ხრიკებისა და უამრავი ესე იგი სამხედრო ავანტურის საფრთხის წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა. გთხოვთ მობრძანდეთ 23 აპრილს 2 საათზე საგარეო საქმეთა სამინისტროს წინ და მივიღოთ აი ამ აქციაში მონაწილეობა.